მოგესალმებით, ეთერშია გურის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. საგამოძიებო კომისიამ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გიორგი გახარია კიდევ ერთხელ დაიბარა. ყოფილი პრემიერს 23 ივნისს ელოდებიან. პარალელურად ისევ პოლიტიკური შეფასებების თემა გენერალურ პროკურატურაში დაწყებული გამოძიება. ერთ-ერთი საქმე 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს მშენებლობა და მაშინდელი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებაა. მართველი გუნდი აღნიშნულს პროვოკაციულ მოცემულობაში გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყნისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის გამო ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მინისტრმა პასუხი უნდა აგოს. ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ თავად ექს-პრემიერის გუნდში. ჩორჩანას ეპიზოდს იძიებს საგამოძიებო კომისიაც. კანონმდებლებმა გიორგი გახარია ამ თემაზე უკვე გამოკითხეს და 23 ივნისს კიდევ დაიბარეს. ჩორჩანას ეპიზოდი ეს იყო ერთადერთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, როდესაც სამხედრო ესკალაციის გარეშე მოხდა ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა. ამის უკან ეს პროცესი, რაც წარმოებს გნებავთ პროკურატურის მხრიდან, გნებავთ საგამოძიებო კომისიის მხრიდან, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა გიორგი გახარიას წინააღმდეგ. მე ვერ გეტყვით რას ხარშავს ოცნება, ფაქტია რაღაცას ხარშავენ. მათი გადაწყვეტილებებზე ვარაუდი ანალიზი ძალიან დამღლელი და უმადური საქმეა, იმიტომ რომ არ არსებობს ამ ქვეყანაში არც სასამართლო, არც რამე სამართლებრივი ლოგიკა. შეიძლება არ ვიცი მე გახარიას რაღაცას უპირებენ, ნებისმიერი ამ მათი მხრიდან გასაკვირი არ არის. ამასთანავე ჩორჩანაში და მნიშვნელოვანი იყო, რუსული ხაზია ეს ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა არის საქართველოს ინტერესებში. რუსეთის ინტერესებში იყო, რომ არ გახსნილიყო და ესე იქცევენ როგორც რუსული მთავრობა. ჩორჩანაში დადგმა აი ამ საგუშაგოსი განმაპირობებელი იყო, წინაპირობა იყო რუსეთის საოკუპაციო ძალის გადმოწევისა, რის შედეგადაც მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა ტერიტორიის. დაიკარგა კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა საოკუპაციო ძალის. ჩაიკეტა. ანუ შედეგით თუ ვიმძიებთ, უძიმესია ის ვითარება, რომელიც აი ამ კონკრეტულ ოკუპაციის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა და რასაკვირველია კითხვებიც აი ამის გამხორციელებელი იმ პერიოდის ხელმძღვანელის მიმართ არის ლეგიტიმური, აუცილებელი და სასწრაფო. კომისიაზე მოსვლა რასაკვირველია მისი აზრით, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში არის სწორედ ეს შესაძლებლობა. რომ როგორმე დაამტკიცოს, რომ იგი პირადად მისი გადაწყვეტილებები არც ამ შემთხვევაში, არც ბასიანის შემთხვევაში, არც პანკისის ხეობაში სრულიად სულელური ოპერაციის ჩატარების პერიოდში არ იყო განპირობებული რაიმე კონკრეტული დავალებით გარეთ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში საოჯახო სასტუმრო კომლში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის მთავარი თემა წითელი ტერორის პერიოდში ადამიანური, საკმაოდ მძიმე ისტორია იყო. და მაინც მინდა მამა რომ მყავდეს. ყველაზე მეტად ეგ მინდა. პატარა რომ ვიყავი, მაშინაც ეგ მინდოდა. მამაჩემის დღიურები და ჩემი დღეები. ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც სოფელ წითელმთაში კომლში გაიმართა. წარმოდგენის მთავარი თემა საბჭოთა რეპრესიები და წითელი ტერორი იყო. რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა სპექტაკლი ამბაკო ჭანუყვაძის ჩანაწერებისა და მისი შვილის მერი ჭანუყვაძის მოგონებების მიხედვით შექმნა. პერსონაჟები სპექტაკლში მსახიობმა ვახო ჩხარტიშვილმა და თავად ელენე მაცხონაშვილმა გააძღვა. პატარა ძმებს ეძინა. გამოვედით ეზოში და მთხოვეს წამიყვანა ისინი კიდევ ჩხრეკის ჩასატარებლად მეორე სახლში, სადაც ბაბუას ეძინა. მთხოვეს სტუმრებს, რომ არ შეეწუხებინათ მოხუცს. საბჭოთა კავშირის მიერ სამჯერ გადასახლებული ამბერგი ჭანუყვაძის ისტორიამ და მისი ოჯახის წევრების ემოციების ჩვენებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რამხელა მასშტაბის მტკივნეულ ზეგავლენას ახდენდა უსამართლო სახელმწიფო ადამიანებზე. ეხლა რა მასალაზეც არ უნდა ვიმუშაო, ცოტა ჩემთვის ხელოვნურია ხოლმე ის იმპულსები და გამოწვევები, რაც კონკრეტულ მასალას ახლავს ხოლმე თან და ეს იყო ზუსტად ის, რაც მე დღეს ყველაზე მეტად მაწუხებს და იმ ადამიანებთან გარკვეულად
ილინკება ეს ყველაფერი, რომლებიც დღეს სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ ციხეში გვყავს. უკვე როცა მასალებს დეტალურად ვეცნებოდი, კითხულობდი დაპატიმრების და ბრალის წარდგენის ოქმებს და აბსოლუტურად იგივე მუხლებია, რაც დღეს გვხდება ხოლმე. ადამიანი რამოდენიმეჯერ გამოაცხადეს უცხო ქვეყნის აგენტად და ბრალი იმდენჯერ და იმდენი ხნით ჰქონდა წარდგენილი და იმდენჯერ მოუწია გადასახლებაში ყოფნა, რომ რეალურად მისი ცხოვრების გარკვეული კი არა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, მათ შორის ოჯახთან ურთიერთობის გაატარა სრულიად მარტო, სრულიად უცხო მხარეში. ნამდვილად ძალიან კარგი დღეა ჩვენთვის, დედაჩემისთვის, რომელიც არის 98 წლის და დედას ძალიან მინდოდა რომ ეს მომესწრო და გამეკეთებინა, იმიტომ რომ ახლა უხდავი არავინ არა ვართ მოგეხსენება და ეს არის დედას ბავშვობის ამბავი და მანამდე ასეც ქვია მამაჩემის დღიურები და ჩემი დღეები. ანუ ის საშინელმა წითელი ტერორის პერიოდმა, რომელიც წლები გაგრძელდა, ბაბუა ჩემის ამბერკი ჭანუყვაძის თავს გადაიარა მთლიანად ამ ქარტეხილმა, იმიტომ რომ ჯერ იყო 23 წლის 22 წლის იყო პირველად როცა დააპატიმრეს და აქ არაფერი არ იყო რამე განსაკუთრებული დანაშაული მას არ ქონია, უბრალოდ განსხვავებული შეხედულება ჰქონდა და უბრალოდ ეს საპირისპირო ბანაკში იყო და როგორ დაისაჯა ამის გამო პირველად, როგორ დაბრუნდა, მეორედ როგორ იქნა გადასახლებული, როცა უკვე ჯერ კიდევ დაუბადებელი დედაჩემი დატოვა და მხოლოდ 10 წლის მერე მოხდა მათი შეხვედრა, ასევე ბოლო გადასახლება, რომელიც უადოდ იყო გადასახლებული და მხოლოდ 56 წელს როცა ცოტა შერბილდა სიტუაცია, მოახერხა დაბრუნება და 58-ში მიიღო რეაბილიტაცია და ყველაფერი მამან როგორ იმოქმედა ზოგადად ოჯახზე, როგორი ტრამვები ჰქონდა დედაჩემს ბავშვობაში, მერე და როგორ არ გვინდა რომ ეს ყველაფერი განმეორდეს. ეს მეტი არაფერი არ არის. ეს არის ერთი უბრალო გურული კაცის ისტორია. 13 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში ასოციაცია გურიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის გურიის ტრადიციულ რიგით მეათე საიუბილეო ჩემპიონატს უმასპინძლა. სპორტული შეჯიბრებები შაშში, ნარჩი, მკლავჭიდში და ეტლით რბოლაში გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის გურიის რეგიონის მეათე საიუბილეო ჩემპიონატს ორგზის ევროპის ჩემპიონმა პარასპორტსმენმა მკლავჭიდში ფირუზ მარკოიძემ, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მწვრთნელმა მკლავჭიდში გიორგი რუსიეშვილმა უმსაჭა. ტურნირს ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა გურიის ჭადრაკისა და შაშის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ ანთხულაძემ და ნარდის ფედერაციის წარმომადგენელმა ტარიელ ჭყონიამ. შეჯიბრებები ძალიან აზარტულად და საინტერესოდ წარიმართა. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულ ახალგაზრდებს მედლები და სიგელები გადაეცათ. ოზურგეთის ნომერ 4 საჯარო სკოლაში მეოთხე კლასელებმა სწავლის პირველი საფეხურის დამთავრება მასშტაბურად აღნიშნეს. დაწყებითი კლასის დამთავრება მეოთხეს მეოთხეელებმა ერთად გრანდიოზულად გადაწყვიტეს. ლოკაციად კი თეატრალური მოედანი აირჩიეს. ღონისძიების წამყვანებად კი ამავე სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები ანანო მეგრელაძე და გიორგი მგელაძე წარმოგვიდგნენ. დაირეკა ბოლო ზარი და სცენაზე ლურჯ ყვითელმწვანე და წითელმანტია მოსხმული მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად შემოვიდნენ. შემდეგ კლასებად დაიყვნენ და თეონო თალაკვაძის, მანანა ტყეშელაშვილის, თია კიკალიშვილისა და ლელა ლომთაძის კლასები ცალ-ცალკე წარმოგვიდგნენ. ამ დღის შემკვრელი და სულის ჩამდგმელი ეკა დარჩიაც მათთან იყო. თითოეულმა კლასმა პედაგოგთან ერთად სინქრონში სიმღერები შეასრულეს. ცეკვები კი ხაზის, სისტორით და სინატიფით წარმოგვიდგინეს. თემატურმა ვოკალურმა ნომრებმა და საქართველოს კუთხეების წარმოჩენამ
ქორეოგრაფიული ნამუშევრებით, ასევე მსოფლიო ჰიტებზე აცეკვებულმა კოხტა გოგობიჭებმა გამოშვების საღამოს კიდევ მეტი დატვირთვა მისცეს და გაალამაზეს. სადღესასწაულო დღის დასკვნით ნაწილში სცენაზე ბავშვები, პედაგოგები და სკოლის ყოფილი და ამჟამინდელი ხელმძღვანელები დასტურად სიმტკიცისა და ერთიანობისა ერთად იდგნენ. დღის საზეიმო დასასრული კი მშობლების ცეკვა და პედაგოგების ერთობლივი პერფორმანსი იყო. კუთხეების მიხედვით ფაზლად შეკრული პედაგოგ ეკატერინე ოსტროვსკას მიერ შეკრული საქართველოს რუკა, როგორც მათი ერთიანობის სიმბოლო. ძალიან მოეწონა ყველაფერი. რატო ასევდიანი ეს დღე? ჩვენთვის და თანხიანი. ანუ მეხუთე კლასში რო გადავდივარ და მასწავლებლები რო აღარ იქნებიან ჩვენი მასწავლებლები და ანუ მემზადებოდი ძალიან იგი მადლობა და დაჭერაში რომ დამიდგა მადლობა დიდი. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი იმისთვის ჩემ მასწავლებელს ეკას და მანანას რომ ესეთი შრომა ჩადო ჩვენთვის რომ ძალიან ესწავლებინათ და ძალიან დიდი შრომა ჩადეს ჩვენში რომ გვესწავლა. ჩემ მასწავლებელს იმას ვეთქვი რომ ძალიან მომენატრება მეხუთე კლასში როცა გადავალ. ძალიან მომეწონა მუშაობა, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ რომ გამოსვლა და რა ვიცი ძალიან კარგი იყო ჩვენ გამოსვლა და ძალიან მომეწონა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავებთ, ყოველ დღე გამოვდიოდით თეატრის წინ, 3 საათი მაინც მეცადინეობდით, ბევრი შრომა ჩავდეთ შიგნით და რაც თავარია გამოგვივიდა და მეხუთე კლასში ყველა ათიანებზე ისწავლეს ეს ვიცი. ჩვენ ძალიან წარმატებით ვემზადებოდით, ძალიან ნერვიულობდით და რაც თავარია არ შემჩნიეთ არაფერი ისე ცუდად არც გამოვხსნილა და მე მეხუთე კლასში მინდა რომ თრიანი კლასმა ათიანებზე ვისწავლოთ. ეს არის ოზურგეთის ნომერ 4 საჯარო სკოლა. 4 კლასი ერთად ემშვიდებოდა თავის პირველ მასწავლებელს. ამაღელვებელი დღეა. მერვეც ვაცილებ 4 კლასებს. პატარ სიყვარულს, სიტყვას და მადლობა მშობლებო იმ სიტყვასა და სიყვარულის, რასაც ჩემთან ატანდით თქვენ შვილებს. მიყვარხარ. მინდა განსაკუთრებულად მიულოცოთ დღევანდელი დღე ჩვენს პატარებს, ვინც 4 კლასი დაამთავრა, მშობლებს, მასწავლებლებს. თქვენ ნახეთ ის არაჩვეულებრივი რამდენიმე წუთი, რომლებიც ამ ბავშვებმა გაჩუქეს. აქ ბევრი კარგი ღონისძიება მინახავს, ბევრი ანსამბლი მინახავს, ბევრი და მაგრამ ასეთი თბილი, ასეთი ემოციური, ასეთი სიყვარული სავსე ალბათ ძალიან ცოტა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1982 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენას ცდილობდა. ბრალდებულისთვის გამოგზავნილი ამანათიდან ნივთმტკიცება დამოღებულია ქილებში დამალული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, რომლის შეძენასაც ბრალდებული აპირებდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.260 მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეისათვის სულ ეს გახლდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.